გამარჯობა. ამ ვიდეოში გესაუბრებით პირველ ევროპელებზე, რომლებიც იყვნენ G2 ჰაპლო ჯგუფის მატარებლები, ანუ თანამედროვე სახელდებით ქართველები. ეს მონაცემები დაგვჭირდება ქართლოსის, ბარდოსის, მოვაკოსის, ლეკოსის, კავკასოსის, ჰევროსისა და ებროსის სახელების ეტიმოლოგიისთვის, რომელსაც შემდეგ ვიდეოში წარმოგიდგენთ. YDNM-ის ჰაპლო ჯგუფი GM201, ანუ G2 და მისი ქვესახეობები წარმოადგენს დომინანტურ გენომს მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე უძველეს კულტურებში, რითაც დასტურდება, რომ ევროპული ცივილიზაციის დამფუძნებლები იყვნენ წინარე ქართველები, ჩვენი წინაპრები. ჩამოგითვლით ევროპის ტერიტორიაზე აღმოჩენილ უძველეს კულტურებს, სადაც დომინანტური YDNM ჰაპლო ჯგუფებია GM201, ანუ G2 და მისი ქვესახეობები. ლეპერსკი ვირის გვიანდელი ნეოლითური ფაზა, ძველი წელთაღრიცხვის 6200-5900 წლები, ვინჩას კულტურა, ძველი წელთაღრიცხვის 5400-4500 წლები, მალტის მეგალითური კულტურა, ძველი წელთაღრიცხვის 3600-2500, სტოუჰენჯი, ძველი წელთაღრიცხვის 3100-1600, ნიანიკომედია, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 6200-6000, ხაზოვანი კერამიკის კულტურა, ძველი წელთაღრიცხვის 5500-4500, კარდიალური ჭურჭლის კულტურა, ძველი წელთაღრიცხვის 5050-2900, კუკუტენის ტრიპოლის კულტურა, ძველი წელთაღრიცხვის 5050-2950, ქვემო დუნაის ხამანგიას კულტურა, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 6000-5000 წლები, დინინის კულტურა, ძველი წელთაღრიცხვის 4800-4000 წლები, აგრეთვე ოცი, ასევე ცნობილი როგორც ტიროლის ყინულის კაცი, არის ადამიანის ბუნებრივი მუმია, ძველი წელთაღრიცხვის 3350-3105 წელი. მასაც აღმოაჩნდა YDNM GM201-ის, ანუ G2-ს ქვესახეობა GL91. დანარჩენს უყურებთ მთელ ვიდეოში. ამისთვის უნდა გადახვიდეთ ჩვენს YouTube არხზე და უყუროთ ამ საკითხზე სრულ ვიდეოს. სხვა ვიდეოებსაც გამოიწერეთ არხი, მოგწერეთ კომენტარები და შეკითხვები. მადლობა.